შეუძლია თუ არა სარკის მსხრევას ხელოვნების უმაღლესი ფორმა შექმნას. იტალიელმა არტისტმა მიქელანჯელო პისტოლეტომ სწორედ ამ დესტრუქციული აქტით შეცვალა თანამედროვე ხელოვნების აღქმა და ის არტე პოვერას, ანუ ღარიბი ხელოვნების მოძრაობის ლიდერად იქცა. მისი ყველაზე ეპატაჟური და შოკის მომგვრელი პერფორმანსები დიდ სარკეებთან მუშაობას უკავშირდება. პისტოლეტო იღებს ჩაქუჩს და მაყურებლის თვალწინ ამსხვრევს უზარმაზარ სარკეებს. რა არის ამ აქტის მიღმა? სარკე მისი შემოქმედების მთავარი სიმბოლოა, ის ასახავს რეალობას, დროს და თავად მაყურებელს. როდესაც შუშა ტყდება, ეს არ არის მხოლოდ ნგრევა, ეს არის ხელოვნების გაცოცხლება. ნამსხვრევები ირეკლავს სამყაროს ათასობით სხვადასხვა კუთხიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალობა მრავალფეროვანი და ფრაგმენტულია. და რა არის ამაში მთავარი სათქმელი? პისტოლეტომ დაამტკიცა, რომ მსხვრევა არ არის მხოლოდ დასასრული. ის ახალი ფორმების დაბადებაა. სარკის გატეხვით ის ანგრევს კედელს ხელოვნებასა და რეალურ ცხოვრებას შორის. ეს აქტი გვახსენებს, რომ თანამედროვე სამყაროში ყველაფერი წარმავალია, ხოლო ხელოვნება არის არა სტატიკური სილამაზე, არამედ წამიერი, ცოცხალი პროცესი, რომლის ნაწილიც თავად მაყურებელი ხდება.